სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემ მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე აღჭობს. გულის საოხად და დარდის გასაქარებლად მურგი ტყუილით გაჯერებული, ცილის წამაღლური წერილი გაუვრცელებია. მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხის სახლებში გაუშაო. ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის. ასია სააკაშვილის საქმეც. სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია. ამის გარეშე ის აღარ არსებობს. თუმცა, მაინც იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმე შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებს და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს გულისხმობ. ისიც მოყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა. რატომ იყო ის კაცი მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს, ანუ ვივამეთში მისი ყოფნის დროსაც. ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი. ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს. წერს ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილ საპასუხო წერილში.